ვართ. გავწდებით ამ რამას დღეს ეს ადგილი უკვე ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზი არის. მე ავხობთ უკვე 9 ჯვარისკენ. რაც აქეთ დათუნიები დაბაჭბაჭებენ გვერდით. თუ აქეთ. აკლდებთან სადღაც წყალით ჩამოდიოდა მაშინ ვსვავდით ხოლმე მე და ნული. გადმოვხვიეთ 9 ჯვარისკენ, ნახეთ რა მაგარი ნისლი არის. ნუ მოგწონს ნისლი? ძალიან მაგარია. ზემოთ უფრო იქნება მეგობრებო. თან ძალიან. აი ნაქერალას თავში რო ვიყავით, იქით ბევრად ძლიერი და დიდი ნისლი იყო. უფრო ახლოს ვერ ხედავდი ვერაფერს და აი უკვე იმატებს. მეგობრებო, ამოვედით 9 ჯვარზე, დავიწყეთ ასვლა. ნოე ნინის ყავს კენგურუში, ზურგის მხრიდან რა. ჩემთან არ გაჩერდა რატომღაც არ ვიცი, ცუდ ხასიათზე იყო დილიდან და ესეთი საოცარი ნისლი გვაქვს ზემოთ. მე ტრადიციულად ფეხშველი ავდივარ. ამდენი წელია უკვე ასე ვაკეთებ და წელსაც საფეხურებზე ფრთხილად იარეთ. ხეა სველია და ცურავს. ასია ნოე ჩვენთან. ნოე მაგარი ბიჭი ხარ. მაგრამ მე წინა რომ ჩემთან არ გაჩერდი. დედა უნდა და. წავედით წადი ნინი. აი საფეხურები ძალიან ცუდია, არა მე ძველი დრო მერჩივნა, როცა არ იყო საფეხურები. რო გააკეთეს მე მაშინი არ მომეწონა. არც საქმის გამარტივება ვერ მომწონს. და არც ის რომ მე ცურავს და საშიშია უფრო. ნოე როგორი ნისლია იქით? ჩვენ იქით უნდა ნოეს რო წავიდეთ ხეებში. წავიდეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია 9 ჯვარი, კი გესოდინებათ. ბიბეროადის ვიდეოები და ნოე რა ლამაზი ტყია, ნახე. ჩიდებით როგორ ჭიკჭიკება? ძალიან მაგარი ტყია. ძალიან. აი ეს ადგილი მიყვარს მე ქვები რო ვარ. საოცარი სურნელი ტყია. ანუ ნინი, ეს შენი მე რამდენი წამოსვლა არის? ეს არის მესამე. ჩემთვის მაშინ მეხუთე. ხო. წინა წელს არ ყოფილვარ. ხო, წინა წელს ვერ მოვახერხეთ. კი. ნუ იყო პატარა და ეს წამოვიდა. ხო, თა ვერ დავტოვებდით წინა წელს. თორე ეს წამოვიდადი. კი. კი წინ ჩაგვესვა, სულ ერთია. ულამაზესია მეგობრებო აქაურობა. აუ, ცუდი დაღმართი იყო, ძალიან ტალახიანი და ძალიან ცუდად წავიქეცი. ზურგი გადავცხე, ამოწეულ წვეტიან ქვას. ეგ არაფერი. მაინტერესებს მეტკინა არ მეტკინა. აი ესეთი ქვა იყო ამოწეული და გადავცხე ეგრევე. ორჯერ თახოვავდი εκεί. კიდე წავიქეცი. არა უშავს. დაღმართებზე ფრთხილად ვიქნები, იმიტომ რომ მაინც ძალიან ცურავს ფეხი. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს. ძალიან მაგარი ადგილია, მაგარი ისტორია აქვს. 9 ჯვარი რატომ ქვია, მოგიყვებით ბარემ. ქვემოთ იმერეთში ერთ ადამიანს, რომელსაც ყავდა 9 ვაჟი, გაიწვიეს 9-ვე ომში. ხო და ლოცულობდა. რომელიც ევედრებოდა, რომ 9-ვე დაბრუნებულიყო ცოცხალი და ამ მთაზე ზემოთ, როგორც მახსოვს, ამოდიოდა, ლოცულობდა 9 ჯვარი დადგა და ასე შემდეგ. ხო და 9-ვე ვაჟი დაბრუნდა უნებელი ომიდან, ცოცხალი და დაერქვა ამ ადგილს 9 ჯვარი. ეს კიბეები რომ გაკეთდა იმ წელს ვთქვი მე, რომ ძალიან ცუდი იდეაა თქო. დრომოა გაფუჭდება თქო და გაუარესებს სიტუაციას. თქო, აი შეხედით უბრალოდ რა. არ უნდა გაკეთებულიყო ესეთი რაღაცა აქ. რამდენი ადამიანი დაილეწება ახლა ამის გამო, რა ვერ წარმოვიდგინთ. ეს კიბეები თავისით კი არა იყარა. ასე სიარულს წარმოიდგინეთ, დაადგი ფეხი და ჩამოვარდა. ახლა დაილეწები ადამიანი რა. ძალიან ცუდი არის. აი ესე მე ვითომ ხო საქმეს ამარტივებს, მაგრამ სიამზულეში არ თულებს.
ჯერ ჩემი აზრით ასეთ საოცარ ადგილებს, სადაც ადამიანი ტაძარში მიდის, არ უნდა საქმის გამარტივება, მაგრამ საბაგირო დააყენე და მაგითადი, ხო? გაიარე, ბუნება ნახე. ცოტა რთული გზები გამოსცადე. აი აქაც უჩაყრელია საფეხურები, შეხედეთ. აი თლიანი ის არის ჩაწყვეტილი. ეს კანფეტების ქაღალდებია. სადმე უნდა გავიარ და აგდოთ. ქართველებო, არ შეგიძლიათ დავიჯერო. მანამდე შემეშალა ჩემი მე-6 ასვლა არის ახლა ეს. ნინის გარეშე, როცა ნინის არ ვიცნობდი. ვიყავი 3ჯერ. 2ჯერ ნუკრისთან ერთად, ერთხელ ოჯახთან ერთად. მაშინ უკვე ნინის კი ვიცნობდი. ხო და ნინისთან ერთად ვარ უკვე მესამეა ეს. ასევე მეგობრებო, რაც არ მომწონს ძალიან ამ გზაზე. წმინდა ადგილზე მიდიხარ, ტაძარია ზემოთ. ქრისტიანი ხარ და მოსალოცად მიდიხარ და გზად ხვდება ესეთი რაღაც, ნატურის ხე. ნატურის ხე არის არაქრისტიანული, წარმართული, არ არსებობს არანაირი ნატურის ხე. ახლა ამას რაღაცას რომ მოაბავ, არან ვის ეხვეწები ხო ნატურის ასრულებას, რა ვიცი. წარმართულია რა, ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შემურჩენილია რავი, როდიდან მოყოლებული. ასეთი რაღაც ჩემი აზრით აქ არ უნდა იყოს. ეს ხალხიც მე ამოდის და დაინახავენ და თან ნახეთ, ნაგავია რა, პარკები, ნაჭრები, ეს პარკები ხო არ გაიხსნება, იქნება კაი ხანი. ნუ ეს რო შვილები ეყოლება, ალბათ იქამდე ეგრე ეკიდება. ამას ემატება და ორი ცუდი რაღაც არის ერთად. წარმართობა წმინდა ადგილზე, ნაგავი, ბუნების დაბინძურება. რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ჩემი სიყვარული ბიჭი ახლა პირველად ადის 9 ჯვარზე. თან ზურგით. შენი სიყვარული ბიჭი დაილეწა. რა? მე ჩემთან შენ? ზურგზე ძალიან დასურელი ვარ? აბა. კი. ფეხში შველა რომ ხარ, მაგიტო უფრო ბადრი. ეგ თავისთავად. ან უნდა შეკეთდეს. ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს მაგაში და შეკეთდეს. ან საერთოდ უნდა აიღონ რა. რკინის უნდა გაკეთდეს თუ აქ. რკინის ხო ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში რკინის არის ხომ ასეთ ადგილებში. აი წინ გაიხედეთ. შეხედეთ. აი რანაირად უნდა ავიყვანო ახლა იქ იმას ვფიქრობ რა. ალბათ უნდა აუძვრე და ნინი ავიტანო. არ ვიცი ხო? ვარიანტი. და ნორმალურ ქვეყნებში ასეთ ადგილებზე თუ კეთდება ხოლმე რკინის არის. თუ არა და არა, როგორც ოდესღაც იყო მთლიანად ჯაჭვი, უნდა დარჩენილიყო ეგრე. არ გეგონოთ ახლა რომ ვაკრიტიკებთ და ასე შემდეგ რა, მაგრამ მე თავიდან რო გაკეთე და მაშინვე ვიზახდი ამას და იგივეს ვიმეორებ და აგერ ფაქტის სახეზეა უკვე. ჩემი ნათქვამიც ახდა. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენმა მაგარმა ბიჭმა უკვე 9 ჯვარიც დაიპყრო. დალაშქრა ასე რა ვთქვათ უკეთესად. ნუ იცი რა მაგარია, აი იესო ქრისტეს ჯვარია. შეხო ძალიან გიყვარს, მიდი აკოცი აბა. რა მოდი. აკოცე დედიკო. მიდი ნუ. აი, კარგი ბიჭი ხარ. სულ თავს უტყო. რა ყოველ ამოსვლაზე მახსოვს რომ თავით ვეჯახები. აბა მეგობრებო, ბიბიეროალდის ვიდეოები და ვის გახსოვთ ეს კლდე. ზედ ვიწექი ხოლმე ვეკიდებოდი. რას არ ვაკეთებდი, აი იქით გადავძვრებოდი და აქაც ჯვარი დავუდგამთ. მე ძალიან შეცვლი რა ქაურობა რა. შარშან წინძილს მერე. ნუ, მოგწონს. მე დიდი ბიჭი რო იქნები, მე და შენ სირბილით ამოვედით საერთოდ, გინდა? ეწამს. აი შენ ხო კარგად. პირველად დედიკოს ზურგით ამოვიდა. მაგარი. არა, იყავი. აერია უკვე ხასიათი ნინი. რა ჯვარი სადაც დედიკო? და ჯვარი სად არის? მაგასაც აკოცოს. ვერ მიცდა. ამაზე ვიძახი. რომელი? მოდი აკოცე დედა. მიდი. აკოცე ჯვარს. ოჩა, მაგარი ბიჭი ხარ. შენგენაც. აისო შენ არი კადრე ჩვენ ვიდეოში გამოჩენდა მანამდე და მე ნინი და ტაისონი წამოვედით ამ გზიდან, ეს სხვა გზა არის, როგორც ჩანს ახალი გზაა გაყვანილი და გიორგი და ნია წავიდნენ ძველი გზით, საიდანაც ამოვედით. იქით გზაზე ვერ გავრისკავდი რა ნინის და ნუეს ჩაყვანას.
ამოსვლისას ხო გაჩვენებდით როგორი ცუდი იყო და ეგ ჩასვლისას ბევრად ცუდი იქნება და ისევ ჯობია ესეთი ბუნებრივი გზა იყოს. ჩამოსვლისას გაგვიწვიმდა. აი სანთელი დავანთეთ და მაქედან უკვე გაწვიმდა კარგად და აქეთ ტყეში უკვე დიდად არ წვიმს. იმხელა ხეები არის. ნუ ეს გონი ეძინება. იცი რომელი საათია? ამაზე მაგარად გივა სად დაეძინათ? 12-ის 13 წუთია. ენი აქ გორდულად დაადგი ხან ტრადიციულად. ადრე გაიგუჯა და წესი ახლა უკვე მასა მოხემჩი. ძალიან ტკბილად დაეძინება ნუ ეს. დადიკო, ნარე, მაგ მომკიდე ხელია. აი ასეთი მაგარი არასდროს ყოფილა ჩემი ლაშქრობა. ლაშქრობა რა მოუცვა რა. მაგრამ აი ბავშვი რო ყავს თან ბადესა რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა წესით ეგრე უქონდა ჩვენ დაგეგმილი. მე ჩანთა უნდა მჭერდებოდა და ბადრის ნოე, მაგრამ არ გაჩერდა რა. არ გაჩერდა, აი ხან ცუდ ხასიათზე რო არის. არა, იცი რა, დღეს თელი დღე დედას გაიწევს. ხო, ანუ მაგას ვამბობ, ცუდ ხასიათზე რო არის, ნინისთან უნდა ხოლმე სულ წადი ნინი მაშინ. გორდულად. ცუდ ხასიათზე როს არის, სულ უნდა დედა და თუ ნინი არ არის, მე უკვე ჩემთან ჩვეულებრივად არის, სხვასთან შანსი არაა და ახლა ორივე რო დაგვინახა ჩემთან ზურგზე აღარ გაჩერდა, ტიროდა. შეიძლება მე გაჩმოვებულიყო, მაგრამ ეხლა ეგრე ხო არ ვაწვალებთ. ნინისთან ძალიან მალე დამშვიდდა. ამ მოკლედ ჩემთვის ყველაზე საოცარი იყო. მაგარი ბიჭი ხარ, ნუ შენ ოღონდ თქვი და სადაც გინდა იქ წაგიყვან. რა ჭოკია, ჩვენ თარი საქართველოს უნდა მოვიარო. აბა რა. და ცოტა კიდე წამოიგდო ცოტა. ამიტომ მეგობრებო, არ დაგავჭდეთ ამ არხის გამოწერა, სულ ვიაქტიურებთ ამ არხზე შეძლებს დაგვარად. ნუ რა ტკბილი ხარ. ნიტრობის ჩაი რო გავაკეთე. კი, ზუსტად აფიყავით. ჩამოსულ ვარ და ეგ არის. მოკლედ კმაყოფილი ხარ ესე იგი ნინი. აუ ძალიან მაგარი იყო. ყოფილ საბაგიროზე ამოვედით. აქედან დაგემშვიდობებით მეგობრებო, არ დაგავჭდით არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და თქვენი აზრით დაწელა კომენტარებში. თქვენი აზრს გაგვიზიარეთ ასეთი ვიდეოები თუ მოგწონთ. და ჩვენს შევეცდებით რომ უფრო მეტი ადგილი მოვინახულოთ, უფრო მეტი თავგადასავალი ვეძიოთ 3-4-ვე და ისე დავავიწყოთ. მადლობა რომ გვიყურეთ. ნუ შენ ჯერ კარგად არიცი ლაპარაკი, ამიტომ უყურე გაჩენინი 1 2 მუშტიკენი მუშტი შეკარე? მუშტიკა 1 2 3